ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საზოგადოებას არაგულწრფელობისთვის ბოდიშს უხდის. მისი განმარტებით 2 წლის წინ, როცა მან თავმჯდომარეობის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი შეცვალა და ამ ცვლილებების მიზეზად ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, პარტიამ იცვლა. თინა ბოკუჩავა 2 წლის თავზე აღიარებს, რომ რეალური მიზეზით მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის ლევან ხაბეიშვილი თითქოს მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი იქნებოდა. ამიტომ ის თინა ბოკუჩავათი ჩაანაცვლეს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობისგან სიცრუე და არაგულწრფელობა არ უყვირთ. ქართული ოცნება ოპონენტების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. ქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა. იმიტომ რომ სამწუხაროდ იმ კონკრეტულ მომენტში, ანუ ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენ საზოგადოებას ვერ ვუთხარით ის რეალური მიზეზი, რის გამოც ნაციონალურ მოძრაობაში შეიცვალა თავმჯდომარე, ხო? ანუ მე მომიწია, რომ ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი, თუმცა მე ამაზე არ ვსაუბრობდი. მაშინ იყო მცდელობა რაღაც ოპოზიციური გაერთიანების შექმნის და თითქოს და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი და ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება. სამწუხაროდ კონკრეტულმა ჯგუფმა ელიტას რო წარმოადგენს ეგრეთ წოდებულმა ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ფიქრობდნენ, რომ ის იყო გაერთიანებისთვის, ოპოზიციის ერთიანი სიისთვის თავარი პრობლემა, თუმცა ლევან ხაბეიშვილს არ უყოყმანია, დატოვა ეს თანამდებობა, მაგრამ ვერ გაერთიანდა. ზოგიერთმა ჩვენმა ყოფილმა თანამებრძოლმა აირჩია საბოტაჟის გზა. ჩვენ ნახეთ საბანკო ოლიგარქიის წილი და ამ წილმა და კონკრეტულმა ფინანსურმა კონტრიბუციამ დაანაწევრა ოპოზიციური ვები. მათ თავისუფლად შეუძლიათ გაავრცელონ ტყუილი და მე როდესაც დაჭირდებათ თქვა ერთმანეთის ჩასაძირად ან გასაშავებლად თვითონ პარტიის შიგნით მე გამოამზეურონ ეს ყველაფერი. ახლა რაც ხდება რეალობაში 2 წლის მერე გვეტყვიან კიდე რაღაცა სიახლეებს, რომ ეს 2 წელი სინდისი ქეჯნიდა და კიდე რაღაც უარესებს გავიგებთ. ამიტომ ამ ადამიანებისგან არაფერი დასაჯერებელი არ არის. რაც შეეხება იმას, ახლა რაღაცა ბაბლის გამო გადააყენეს და ასე შემდეგ. ეს არის იმდენად სამარცხვინო საქციელი, რომ ასეთი ტიპის манипуляციებით შეუძლიათ საკუთარი თანაგუნდელი და მეგობარი გაწერონ და წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენზე მოსახლეობაზე რა დამოკიდებულება ექნებათ, ისე გაგწერალენ ჩვენ და ჩვენს ინტერესებს, რომ თვალსაც არ დაახამხავებენ. ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი. ისინი საერთოდ აცდენილები არიან ქვეყნის ინტერესს, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან და ამ დამოკიდებულებას ახლა შიგნით ყველამ კარგად ვიცით, ხო, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წვითავს ერთი ადამიანი და ვიცით როგორ იყო ეს ყველაფერი.